მოგესალმებით, მოგესალმებით. რატომ ითხოვთ არჩევნებს რიგარეში? ხალბატონინო, ნება მომეც თუ სანამ ამ თემაზე ვისაუბრეთ, რომ გვაქვს აუცილებლად ძალიან ხოთ. მინდა აღვნიშნო და გამოვეხმაურო იმ მსგავსობას, რასაც დღეს ტელევიზიით ყველა მიშევესწარეთ. საქმე ეხება არ მინდა ძალიან კაცრი ტონით გამომივიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა იმ შეხვედრას, რაც მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო დღეს მეციტყუსეებთან, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, მან კიდევ ერთხელ გამოიყენა ასეთი ტიპის შეხვედრა, რომ პირდაპირ ეთერში ესაუბროს საქართველოს მოსახლეობაზე, თავისი სათქმელი ვითომ თქვათ იქიდან თქვა. მაგრამ ის რაც გახმაურდა ამ შეხვედრაზე, არ შეიძლება კონკრეტულად რა ვამბობ ზუსტად. პატრიარქი ძალიან ესეთი არასასიამოვნო მძიმე ვიზიტით ბრძანდებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო. რუსეთის პრეზიდენტი მართლაც ცედი მოიხარა შენი პატრიარქის უცხოენისა და უნეტარესის წინაშე ამ დაძაბული სიტუაციის მიუხედავად შეხვდა ესაუბრა საკმაოდ დროის განმავლობაში და პატრიარქი მე ვნახე მისი სახე და ვისაც აქვს ბედნიერება რომ პატრიარქს იცნობდეს ცოტა უფრო ახლოს აი ეს მართლა მისი სახე რომ ძალიან კმაყოფილი იყო ადამიანი რაღაც პატარა გადადგმული ნაბიჯები რეალურად არსებობს და ის მოხარული იყო რაღაც შეიძლება შეეცვალოს ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობაში. და დღეს როცა ვისმენ პრეზიდენტ სააკაშვილისაგან რომ წინა დღეს მე ვესაუბრე პატრიარქს უთხარი რა უნდა ეთქვა როგორ და რანაირად სიკრებას გავაკეთებ და მან ზუსტად ჩემი სიტყვების სიტყვით ჩაუტანა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა ეს და ამის შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის კრეხელობა არ ქვია ამას. ეს როგორც ჩანს ეს კაცი ჯერეთი ვერიტანს თუ ვირმე რაიმე წარმატებას ახდენს თვით პატრიარქის კი უწმინდესი და უნეტარესი. იმიტომ რომ თავის გადასარჩენად დღეს როგორც ჩანს ყველაფერს კადრობს. და ეს იყო ჩემი აზრით აი ამ ბოლო ხანებში ყველაზე მძიმე მოსასმენი რამ, როცა პატრიარქის მართლაც აი ამ თავდადებულ როგორც ერის მამას და ნამდვილ მამას შეშვენეს ის ყველაფერს აკეთებს და ესეც კი უნდა თავისად მიითვისოს და იქ მისი პიროვნება არ ვიცი რაღაცნაირად ახლა ვერ ვიკადრებ. თავად თემას დაუბრუნდეთ. მე ამაზე არ მომდგენელი იყო რომ საუბრობ არჩევნებზე, რა დაჯდება არჩევნები, რა უჯდება ხელისუფლებას, ამ არჩევნების ჩატარება. ის კი არა არჩევნები ოფიციალურად ჯდება, ეს ხელისუფლება მილიონებს და ათეულ მილიონებს ხარჯავს ბიუჯეტის თუ თავის დასამკვიდრებლად. მაგრამ ეს თემა ერთია და მეორეა ის, რასაც მორალი ქვია. და დღეს პრეზიდენტმა აი მორალურ ნაბიჯს კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზულად გადააჭრა. ბატონ რეპლიკა ამ საკითხზე. სულ ორი სიტყვით ბატონ დავითი დარწმუნებული ვარ რომ არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა საუბარი იყო პროფესორ კირილოვსა და კათოლიკოს პატრიარქის შორის. თუ ეს ინფორმაცია გაქვს საპატრიარქო და მე ვფიქრობ რომ თვითონ საპატრიარქოს გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, მაგრამ თქვენ განცხადებას ბატონ დავითი მე შემიძლია ერთ სახელი დავარქოთ, თქვენ ახლა ვცდილობთ დააპირისპიროთ საერთო სასულიერო ხელისუფლებას. მე ჯერეთი ვერავის ყუას ვერ ასწავლის პატრიარქს და მათ შორის ვერც სააკაშვილს, ეგ ერთი. და მეორე ნებისმიერი საუბარი რაც არ უნდა ყოფილიყო რა. აი ასეთი ტონით გამოსვლა, ასეთი რომ გააგზავნა ადამიანი ჩაატარინა ინფორმაცია სიტყვასიტყვით გადააცა თურმე პატრიარქმა ისე ვერ ეთყოდა რაც ამან უცხა და შესაბამისად ამის წარმატებებია ის თურმე რაც პატრიარქის გერიდან იქცევ. ეს ისე რომ მორალის სხვადასხვა დონეზე საუბრობთ ალბათ და რატომ ითხოვთ არჩევნებს? მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო ხალბატონინო და ძვირფასო საზოგადოებრივი. დღეს ქვეყანაში შექმნილია სიტუაცია, როცა აბსოლუტურად ხალხი დგას ხალხი აბსოლუტურად სხვა ხედვით, სხვა პრობლემებით და ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი თითქოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი იყვნენ, თითქოს სხვა ქვეყნის ხელისუფლება იყოს, ისე იქცევიან. დღეს სამწუხაროდ არსებული ზოგიერთი ტელევიზიის დახმარებით შეიქმნა ქვეყანაში ვირტუალური ქვეყანა, რომლის შესახებაც საუბრობს პრეზიდენტი, საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება იმ წარმატებებზე თუ იმ პრობლემებზე, რაც ვითომ არსებობს, მე წარმატებებს გულისხმობ, რომ პრობლემებს დაგამოლეს და მხოლოდ ნათლი პრობლემებზეა საუბარი და რეალობა აბსოლუტურად სხვა. შესაბამისად, სიტუაცია ისე მიდის და ისე იძაბება და ამას როგორც პულს გრძნობს ადამიანი, ისე გრძნობს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ ქვეყანაში იქით მიდის სიტუაცია, რომ შეუძლებელია ამ ხელისუფლებამ ქვეყანა კიდევ დიდხანს მართოს. შეუძლებელია ორი. ერთი რომ მას აღარანაირი ნდობის მანდატი აღარ გააჩნია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე
გარეთ ქვეყნის გარეთ ჩემ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ძალიან მითხრა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს აპირებდეს სხვა ქვეყნების, სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ასე შემდეგ, ეგ ერთი და მეორე. ამ პირობებში ქვეყანა ყოველი დღე, ყოველი კვირა არის კიდევ და კიდევ უფრო გამღუპველი ქვეყნებიც, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სასწრაფოდ ჭირდება გადარჩენა. ამ შემთხვევაში არის ორი გზა. ან უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც მე ყოველთვის ვიყავი დამეთანხმება ბატონი პალიკო ვარდების რევოლუციის დროსაც იმის წინაც და დღესაც წინააღმდეგი ვარ, ასევე ერთი და კონსტიტუციური მეთოდით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. აი როგორ ეს მეორე საკითხი, ამაზე რომ გვექნება საშუალება ვისაუბროთ, რომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ მან გადადგას ერთადერთი სწორედ ეროვნული ქვეყნისათვის საჭირო ნაბიჯი, რომ კონსტიტუციური ჩარჩოების დაცვით ჩაატაროს არჩევნები, ვეღარ ჩაატარებს იმ არჩევნებს, რაც ჩაატარა იმას არჩევნები არ იქნება, იმ მოპარულ ხმებს, იმ მოპარულ ვთქვათ ბიულეტენებს, იმ გაყალბებულ ქაღალდებს, რა ქაღალდებითაც საბოლოო ჯამში წარდგეს სამწუხაროდ ის უსიცილო ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამას ვეღარ მოახერხებს, იმიტომ რომ ამის წინაპირობები ბევრი იქნება გასაკეთებელი და ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტი რესპუბლიკელებთან ერთად და შესაბამისად ქვეყანაში უნდა მოვიდეს ახალი ხელისუფლება, ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყოს უმძიმესი კრიზისიდან. შესაბამისად, რაც მალე მოხდება ეს, რაც მალე მიხვდება ხელისუფლება, რომ მისი არა მარტო ქვეყნის გადარჩენაა დღეს ხელისუფლების შეცვლა, არამედ პირადად მათი პერსონალური გადარჩენა, იმიტომ რომ ისე ვამბობ, ღმერთმა არ ქნას ქვეყანაში და ეს მუხტი თანდათან მატულობს, ეს ზვიტდება, ეს ზვავი ასე ვთქვათ, უფრო იზრდება და იზრდება, რომ შესაძლებელია მივიდეს ისეთი კატასტროფამდე, რომ წავიდეს სხვა დაპირისპირებაში. წავიდეს მეორე დავით დაუსვავ შეკითხვას უფრო კონკრეტულად ბატონ დავით. პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მან გარკვეულწილად რეცეპტი გამოსავლის შესთავაზა საზოგადოებას. გამოსავალი არის ის, რომ მთავრობა უნდა იყოს მუდმივ დიალოგში საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან, კომუნიკაციის საშუალებები გვაქვს გახსნილი ოპოზიციასთან და გავხსნათ დებატები ტელევიზიით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ხელისუფლების პოზიცია არის ასეთი, რომ ისინი დღეს არიან ორიენტირებული სოციალურ პრობლემებზე და იმ პრობლემებზე, რაც კონკრეტულად ადამიანებს აწუხებს და სრულად უადგილდა ზედმეტი პოლიტიკური სიმწავის შემოტანა ამ პროცესებში, როცა ქვეყანაში არის ძიმე ვითარება, არის ეს ჩემი ინტერპრეტაცია ერთგვარი, მაგრამ დაახლოებით მოკლე შინაარსი არის ასეთი. თქვენ როგორ ფიქრობთ დღევანდელ ვითარებაში, როცა მართლა ძალიან დაძაბულია სიტუაცია, თუნდაც ეკონომიკური, თუნდაც პოლიტიკური, საგარეო თვალსაზრისით, არ იქნება ძალიან დიდი რყევა არჩევნების თვალსაზრისით, არჩევნების დანიშვნა, პრეზიდენტმა სუიციდიც კი უწოდა გარკვეულწილად არჩევნებს ქვეყნისთვის. მოგესალმებით, მიესალმებით მაყურებელს მე. იცით, შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ დღეს მართლა ძალიან ძიმე კრიზისული ვითარებაა შექმნილი ქვეყანაში. ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს ყველა მიმართულებით დაწებული ეკონომიკური კრიზისი, სოციალური სფერო, ფისკალების კრიზისაც ვთქვათ, ამ ომის შედეგების გათვალისწინებით საზოგადოებაში არის ეს გარკვეული მორალური პრობლემებიც, პოლიტიკური კრიზისიც არის, ანუ პროცესი თავისთავად არის ძალიან ერთის მხრივ არის კრიზისულ ვითარებაში შესული. მეორე მხრივ მე დავითანხმები აუცილებლად ბატონ დავითს, რომ ისიც არ არის დარწმუნება საზოგადოების გარკვეულ უფრო დიდ ნაწილში ჩემი აზრით, რომ ეს მოქმედი ხელისუფლება ადეკვატური ნაბიჯებით გამოიყვანს ქვეყანას ამ კრიზისული ვითარებაში. თქვენ რაიქით ბატონ დავით საზოგადოება რა შედარწმუნება? იცით, მე შემიძლია გითხრათ იმ ხალხის ასე ვთქვათ, იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებსაც ვხვდებით ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, როდესაც რაიონული და რეგიონალური ოფისების ფორმირება ხდება ჩვენი ასე ვთქვათ, ახლად შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის და ყველა გავდივართ ამ ქალაქში, გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან და არის გარკვეული ესეთი პრობლემატური, ესე ვთქვათ, ახლა მთელი საზოგადოების სახელით ხადია ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმ ადამიანების სახელით, რომლებსაც ვხვდები, შემიძლია თქვა ეს, რომ არის ესეთი განცდა, რომ არის მართლა ძალიან კრიზისული ვითარება, არა მხოლოდ განცდა, არამედ რეალობა. იცით, პოლიტიკური პროცესით საკმაოდ კრიზისულ ვითარებაშია დღეს. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკურ პროცესს, სჭირდება ერთგვარი განმოხსვა. არჩევნები მე მესახება სწორედ აი ესეთ განმოხსვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ მექანიზმად,